პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან 18 წლის წინანდელ ტრაგედიას, აგვისტოს ომს და განმარტავენ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების ზუსტ თარიღს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა და არც ერთ წელიწადს არ გაჩერებულა მცოცავი ანექსია საქართველოში. არც ერთ წელიწადს არ გაჩერებულა მცოცავი ოკუპაცია საქართველოში. ოჩამჩირეში რუსებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ სამხედრო ბაზა, სამხედრო ფლოტი. ისტორიულ სამაჩაბლოს ტერიტორია გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ მიერთოს და შევიდეს რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამასთან დაკავშირებით კაციშვილი ხმას არ იღებს და დუმილით ამჯობინებს დუმილს ამჯობინებს და დანაშაულ დუმილს ამჯობინებს რაღაცა რეაგირების ნაცვლად და ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც საუბრობთ და ვკამათობთ იმაზე, რომ შვიდში დაიწყო ომი თუ 8-ში, ეს ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასერიოზულია. ჩვენთვის ომი დაიწყო მაშინ, როდესაც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადმოგვეთა საქართველოს საზღვარი. ბუნებრივია. ეგ ერთი და მეორე, საქართველოს ვერცერთ შემთხვევაში საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. საქართველოს ომი არ დაუწყია. სააკაშვილმა თავისი პროვოკაციებით რუსეთთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ განახორციელეს ეს ომის და ეს აგრესია ჩვენს ქვეყანასა, ჩვენს ხალხსა და ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. რატო გადიან ახლა შვიდში და უნდათ შეცვალონ ეს? იმიტომ რომ ტალიანის დასკვნა როცა დაიდო, იქ წერია რომ სააკაშვილის მიერ ამ ფართო მასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ომის ესკალაცია. უფრო მეტიც, აგერ ევროსაბჭოს რეზოლუცია, ხო? ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც საქართველოს და სააკაშვილი და საქართველოს არის დადანაშაულებული, ამას ხელი მოაწერეს. და უკვე გაიაზრეს, მიხვდერო 8 აგვისტო კი არ კაცო, 7 აგვისტოს რახან ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ეს შეტევები და ეს პროვოკაციები და 8-ში თურმე რუსეთი გადმოვიდა აქეთ შეტევაზე, 7-ში მაშინ კითხვა დაისვა, 7-ში ვინ აქტიურობდა. და აი ეს რომ იფარცხონ, ეს რომ ჩაფარცხონ, ეს რომ არ დაბრალდეს აი ამ მოღალატეებს, აი ამ ნაცფაშისტებს, ამიტომაც შეცვალეს ახლა და თურმე 7 აგვისტოს შემოვიდა უკაცო რუსეთიო და 7 აგვისტოს დაგვიწყო.